დილამშვიდობის რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძოთ მიშაობას და კახა გელაშვილთან ერთად დილის სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. დილამშვიდობის ზაზა მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩებზე, რომელთა ეტაპებსაც ქართული კლუბები გადიან და მივიღეთ მოცემულობა, რომ 4-დან 3 აგრძელებს მსვლელობას და იმედი მაქვს ბოლომდე გავლენ. ერთი კი მიუხედავად ჩვენი მოლოდინისა ძლევა ისაკვირველისა არ შედგა მსგავსი რამ და რა ვიცი დაუჯერებელი სამარცხვინოდაც შეფასებული სრულიად მიუღებელი მარცხი ქუთაისში. ისევ განიცადა ქუთაისის ტორპედომ, რომელმაც გასვლითი მატჩიც დათმო უგოლო 0-6 ორი მატჩის ჯამში ორივე მატჩი უგოლონი იყვნენ, გოლი ვერ გაიტანეს, კარგად კი გაუშვეს. ხო, აზერბაიჯანული ზირა, თქვით გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ, ყველასათვის უცნობი საფეხბურთო კლუბი, ქალაქი ზირა ბევრს შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ქუთაისის ტორპედოსთან მატჩამდე და აი ამ პატარა ქალაქის რაღაც დაბის ტიპის წარმომადგენელმა ქუთაისის ტორპედოს, რომელსაც უდიდესი ტრადიციები აქვს საფეხბურთო, ორი მატჩი ჯამში 6-0 ძლია, 3-0 სუმგაითში წინა ხუთშაბათს და 3-0 აგერ გუშინ რამაშენგელიას სახელობის სტადიონზე. იქ იყო მცირე ინციდენტი მატჩის შემდეგაც, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ. ნუ თქვათ, მე გულქომაგებისა და გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებები. რა თქმა უნდა, არის ესეთი დაუწერელი კანონიც არის და წესი ესეთი, რომ თმენის ვალდებულება აქვს, თქვათ, იგივე მსაჯი იქნება, ფეხბურთელი იქნება თუ სხვა, ასე თქვათ, ოფიციალური ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ სფეროში პირი, მაგრამ რა თქმა უნდა არის ელემენტარული მოქცევის წესი, როდესაც ესეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ელემენტარულად ადამიანს, იქნება ეს ფეხბურთელი თუ ნებისმიერი გავლელი, ეს უბრალოდ არანორმალურია და ეს არ უნდა ხდებოდეს. ის გუნდი, რომლის საქომაგოდაც მიდიხარ, წააგებს თუ მოიგებს, რა თქმა უნდა, შენი საყვარელი გუნდია და წაგების დროს უფრო მეტად სჭირდება, ბუნებრივია გვერდში დგომა, მაგრამ ამას იქ ალბათ სხვა სისტემურ პრობლემებზე ყველანაირი ხო მოშლილია შეიძლება ითქვას ეს და ამის გამო იყო აი გუშინ ქუთაისის ტორპედოს მატჩის ნახვის ასეთი გიჩნდება კიდევ ერთხელ გულშემატკივრის პირველი შემთხვევა არ არის და არც მეათე და არც მე ასე რომ აი თამაშობენ, ინდომებენ, მაგრამ რა მეტის შესაძლებლობა არ არის. ხო, ნუ თავზევი ძალა არ არის ზირა. ლამის 10 თავით მაღალი დონის გუნდია დღევანდელ ქუთაისის ტორპედოზე მეტი თუ არა გნებავთ ადგილობრივი ფეხბურთელები, თქვათ ქართველები და თქვათ აზერბაიჯანელები რო ავიღოთ იმ გუნდში და გნებავთ ორივე გუნდში ლეგიონერები. ეხლა მუშინ მე და შენ ვისაუბრეთ ზაზა და ალბათ ხშირად მიდის საუბარი აი ამ ლეგიონერებზე, რომლებიც თამაშობენ ქართულ კლუბებში. ეს არის რა თქმა უნდა ცალკე თემა, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც უმდაბლეს შეიძლება ითქვას, მოდიან აქ და კონკურენციას უქმნიან ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ელემენტარულად აღარ რჩებათ ამ ისედაც ძალიან სუსტ ჩემპიონატში, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ, მიდიან უცხო ქვეყანაში, დაბალი დონის ქვეყანაში, საფეხბურთო ქვეყანაში მონებრივია და იქ საერთოდ იკარგებიან წვეტენ ზრდას. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, მტკივნეული რაც შეიძლება იყოს, რომ ზუსტად იდენტური ვითარება აბსოლუტურად ყველა სფეროში, მარტო ფეხბურთზე არ არის აქ და თქვათ სპორტის სახე, სპორტის ნომერი პირველი სახეობა ჩვენთან და ასე თქვათ გამადიდებელი შუშით ჩანს იქ ფეხბურთელის თქვათ ნიჭიერი ფეხბურთელის გამოჩენა და მე რატომ დაიკარგა საწავი და სათამაშო ბევრი არის ფეხბურთელები ვთქვით გუშინაც კი მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი სხვა სფეროებშიც ასეა აი სად უნდა გაიზარდოს ახალგაზრდა ნიჭიერი თქვათ ახალგაზრდა მეცნიერი, ექიმი, ინჟინერი, ხო დაამთავრა აქ სწავლა და გასაგრძელებლად მიდის უცხოეთში და ფაქტობრივად იქ არის ხო ბაკალავრიატი, შემდეგ უნდა წავიდეს უცხოეთში, მაგისტრატურა იქნება
რეზიდენტურა, დოქტორანტურა და 90% რჩება, ხო, იქ ახლა აქ შეიძლება დაბრუნდეს თქვა ექიმი, ხა ინჟინერი და თქვა მეცნიერი საქართველოში ფაქტობრივად სამეცნიერო ინსტიტუტები, ლაბორატორიები ეს მოშლილია ჩვენთან, ხო, უკვე რა ვიცი, რამდენი აწლეულია და რადონით მიმდინარეობს ამ ყველაფრის აღდგენა და იქ ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდა და ჩამოყალიბება იქ ჩანს ესეც რომ არაფერი თქვათ ერთადერთი რაც თქვათ სიტყვაზე საქართველოში დღესდღეობით არის ეს IT სპეციალისტი, თქვათ ტურიზმი და ესეთი მომსახურების სფერო სერვისი. მარტო ფეხბურთში არ არის, ფეხბურთი უბრალოდ ეხა ჩვენ სპორტული გადაცემა მიყვავს და ვუყურებთ ეხლა ეს ქუთაისის ტორპედოს მარცხი ზირასთან ეს მარტო ქუთაისის ტორპედოს და აი ეს ის არ არის თქვათ ესე დიდი სირცხვილი ქართული საკლუბო ფეხბურთის რომელიც ევროპაში არის ერთ-ერთი უსუსტესი ერთ-ერთი უმდაბლესი შეიძლება ითქვას რა ანუ თავად განსაჯე 55 ქვეყანაში რეიტინგში განახლებულ რეიტინგში საქართველო არის 53 ადგილზე აი სადღა უნდა წავიდეს აი სადღა არის უკვე ზღვარი იმისა რომ ალბათ სულ ბოლო ადგილზე ხომ არა ვართ აი ესეთი ანუ ერთადერთი ქულა შეიმატა საქართველოს ამ სეზონში ამ ევროთასებზე ასპარეზობით ერთი ქულა და ესე იგი როგორც უკვე აღნიშნეთ ვართ სადღაც აი როგორი ქვეყნები გვისწრებენ ახლა ასე იგი ლუქსემბურგი ჩვენზე წინ არის ესტონეთი ჩვენზე წინ არის ვუსწრებთ ორ ქვეყანას სან მარინოს და უელსს 55-ზეა სან მარინო 54-ზე უელსი და 53-ზე საქართველოს ახლა ქუთაისის ტორპედოს ეს მარცხი მახსენებს ბათუმის დინამოს რამდენიმე გაშვებულ გოლს და საშინელ მარცხს რამდენიმე წლის წინ მაშინაც საკვალიფიკაციო იყო თუ არ ვცდები ხო ხდები რომელზეც საუბრობ და ანუ ამდენი ხანი გავიდა და თბილისის დინამოს მარცხს არ გახსენებს იმასთან რა ქვია მეცხვარეების გუნდი რო ყავდათ ფარერის გუნდი ხო თბილისის დინამოს ხო ნუ არ ვიცი რამდენი დინამოს მარცხი 6-1 წა ხო რაღაცა ბევრი გოლი გაუშვეს და აი მაშინ იყო საოცარი აჟიოტაჟი კომაგების მხრიდან არა კომაგების მხრიდან ზოგადად და რისი თქმა მინდა რომ იმის მერე ზედაც წინ არ წავსულვართ ასე ვთქვათ საკლუბო მაჩვენებლებით მაგრამ ნუ თბილისის დინამო ახსენე დინამო ამასობაში საქმე გააკეთა ორი ეტაპზე გავიდა კი გავიდა თბილისის დინამო თემურ კეცბაიას გუნდი ითამაშებს 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის დინამომ გადალახა ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ეს რა თქმა უნდა წარმატებად უნდა მივიჩნიოთ მაგრამ უშინდელ მარცხს რაც შეეხება ნუ ეს არ ვიცი ხა არსად თბილისის დინამომ კი ნაღამ გამოვარდა ეხლა რეალურად ხო ლუქსემბურგის მონდორფმა მოგვიგო თბილისში 1-0 გაათანაბრა ორი მაჩის ჯამში ანგარიში 2-1 ჰქონდა მოგებული და აი დამატებით დროში 1-1 და 3-2 მაჩის ჯამში თბილისის დინამო მომდევნო ეტაპზე გავიდა გასილებით რთულ ვერ რეალიზებული პენალტი პარაცხელია უმცროსმა მოიპოვა კი პარაცხელია მართლა ძალიან მონდომებული და ძალიან ნიჭიერი ბიჭია და იმედი მაქვს რომ დიდ ფეხბურთს ამაშებს ისე ასე რომ ვილნიუსი ჟალგირისია მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქე გასილებით უფრო ძლიერი გუნდი ვიდრე მონდორფი აი ჟალგირისის ბარიერის გადალახვა რთული იქნება, მაგრამ უნდა მოახერხოთ. 23 ივლისს გაიმართება პირველი მატჩი თბილისში. და უახლოეს ხუთშაბათს, ანუ შემდეგ 30 ივლისს უკვე ვილნიუსში საპასუხო მატჩი. ასე რომ თბილისის დინამოც გავიდა და ასევე მომდევნო ეტაპზეა გორის დილა, რომელმაც ასევე აი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯამში დიდი გაჭირვებით გადალახა. ხო, ესე იგი 9 სეივი განახორციელა, ანუ 9 დარტყმული მოიგერია გორელთან მეკარემ დავით კერესელიძემ, რომ არა მისია ეს მაღალი დონის თამაში, არ ვიცი რა იქნებოდა, გადავლახავდი თუ არა სან მარინოული კლუბის ბარიერს. ორი მატჩი ჯამში აქაც ქართულმა კლუბმა 3-2 მოიგო. პირველი მატჩი 3-1 და გასვლა გერგუში 0-1. და ასე იგი ეს ვირტუსმა გამოავლინა ვირტუსი სან მარინოული კლუბია ხო ჩვენ ვირტუს საკალათბურთო კლუბი ვიცოდით და
აგრე სან მარინოს კლუბის გამოჩნდა, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია გორის დილას, თუმცა 3-2, რაც შეეხება გორის დილას მომდევნო მეტოქეს, ასევე 23 ივლისს ითამაშებს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. კვიპროსული აპოლონი იქნება გორის დილას მეტოქე, რა თქმა უნდა ამ ვირტუსზე უკეთესი გუნდია და ასე რომ გვიახლოვდება მეორე ეტაპი, აქვე შევახსენოთ მსმენელს, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის იბერია ასევე გადალახა წარმატებით პირველი ეტაპი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი და ახლა ბრატისლავის სლოვანთან უწევს დაეკრობა მოუწევს ორი მატჩი სლოვაკეთის ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ევროპული საზომით ბრატისლავის სლოვანი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია, თუმცა შარჟან ამ გუნდმა როგორც ვიცით ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე, გამოსტილი ფეხბურთელები, ევროპული გუნდია, ვლადიმირ ვაისი, თავარი მსმენელი, არაერთი ქართველის კლუბი, არაერთ ქართველს უთამაშია ამ გუნდში და ასე რომ ვაისს ვიხილავთ თბილისში. უახლოეს სამშაბათს გაიმართება ეს მატჩი და წარმატებები ქართულ კლუბებს. იმედია ეს პირველი ეტაპი ჯერ ბუნებრივია ხა სეზონი კი გახურებულია ეროვნული ჩემპიონატი, მაგრამ ეს ევროპული პირველი ბევრმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა საერთაშორისო ტურნირში ქართული კლუბებიდან და თავისებური გარკვეული წნეხი და თქვა პრობლემური ნაბიჯები ახლავს ბუნებრივია პირველ მატჩებს და იმედია მსმენელებიც შესაბამის დასმევს გამოიტანენ, იმედია კიდევ უფრო გაძლიერდებიან შემადგენლობის მხრივ და ის ოცნება ქართული გულშემატკივრისა, რომ ერთმა ქართულმა კლუბმა იქნებ გააღწიოს ძირითად ფაზაზე ჩემპიონთა ლიგაზე, არ ვიცი ხა, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იქნება იბერიამ, რომ ძირითადი ფაზის მოიპოვოს, მაგრამ არის ასევე კონფერენს ლიგა იქ შეიძლება ერთიცი ოღონდ რომელიმე ევრო ტურნირზე ქართული კლუბი გავიდეს ამ შემთხვევაში არ დავეძებთ. კი, ზირა ვახსენეთ ზაზა ჩვენ, რომელმაც 6-0 გაანადგურა ჩვენი კლუბი და სხვათა შორის აზერბაიჯანულმა ყარაბახმა, რომელიც მოქმედი ჩემპიონი აკოლავდა, რომელმაც ძალიან ბევრი გადასარევი შედეგები ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე ითამაშა. ისლანდიის ვესტრი დაამარცხა როგორც ზირამ ტორპედო ქუთაისი, იგივე 3-0 შინ და ხა გუშინ 3-0 მოიგო 6-0. ყარაბახი ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა აი ამ კვალიფიკაციისა და რა თქმა უნდა გუნდმა საკმაოდ დიდი ფინანსური შევსება მიიღო ჩემპიონთა ლიგის ძირითად ფაზაზე ასპარეზობით, ფული ისედაც არ აკლდათ და ახლა კიდევ უფრო გაძლიერებული ლიგის ფაზის ზედიზედ მეორე საგზურისთვის იბრძვის. აი ეს არის მოკლედ ქართული კლუბების შესახებ, კონკრეტულ პერსონალიებზე არ მისაუბრებ, ყველამ ალბათ მოყვარულმა ფეხბურთსა იცის რა და როგორ იყო და ჩვენ უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოვახდინეთ, რომ სამი ქართული კლუბი აგრძელებს 4-დან. გუშინვე იყო იმის მოლოდინი, რომ ეს ორი კლუბი, გორის დილა და თბილისის დინამო გადალახავდნენ, მე არ მქონდა რომ ეს მოლოდინი რომ ასე გაუჭირდებოდა ორივეს, თბილისის დინამო თბილისში თუ მონდორთან დამატებით დროში მოიპოვებდა საგზურს, რაღაც არ მოსადგენი იყო პირადად ჩემთვის. თავარია რომ ბრძოლა შედგა და შედეგი არის და კი, შედეგი არის, შედეგი დაიდო. იმედი დავიტოვოთ, რომ ბარიერების მაქსიმალურ ეტაპებს გადავლახავთ. ამასობაში საკლუბო ფეხბურთიდან სანაკრებო ფეხბურთზე გადავიდეთ, ჩვენს ნაკრებზე ამ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების 4-ულიღა დაგვრჩა, ვიცით რომ მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდებიან ინგლისელებისა და ფრანგების წარმომადგენლები. სხვათა შორის დღეს ის თარიღია, როდესაც ჟანა დარკის ხელმძღვანელობით ინგლისელების წინააღმდეგ მებრძოლი ფრანგების მეფე სხვადასხვა ეპიზოდები უკვე გამოჩნდა. სიმაგრეში აღების მერე აირჩიეს და მოკლედ ის არის საინტერესო დეტალია, მაგრამ
ფაქტია რომ არც ეს ინგლისია ის ინგლისი და არც ეს საფრანგეთია ის საფრანგეთი რომელსაც ხალხი ელოდა საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთთან ხო საერთოდ აი რაც მოლოდინი იყო მასთან მიმართებაში სრულიად გააქარწყლა ყოჩახ ესპანეთის ნაკრებს მოკლედ ნახოთ ვინ აღმართავს მესამე ადგილის თასს ალბათ შეიძლება გარკვეულწილად უღიმღამოდაც კი ითამაშონ გარკვეულმა ფეხბურთელებმა ამ კლუბების ტრადიციულად სოფლიო ჩემპიონატების აი ეს მესამე ადგილისთვის მატჩები რა თქმა უნდა გამოირჩევა თუნდაც ნახევარფინალური მატჩებისგან და ფინალზე აღარ არის საუბარი ანუ ის რისთვისაც იბრძოდნენ გუნდები ნახევარფინალში საფრანგეთი და ინგლისის მიზანს ვერ მიაღწიეს და ეხლა მონებრივია იმედგაცრუების მაგრამ აქაც ეს მომენტია როგორც კი მესამე ადგილოსნისთვის მებრძოლთა შორის აღმოჩნდება ისეთი ქვეყანა რომელსაც არ აქვს ისეთი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციები და თასთან მიახლოებულიც კი არ ყოფილა ხო მისთვის უკვე განსაკუთრებული ღირებულებისა ხდება მესამე ადგილის მოგება და ხორვატია შეგვიძლია იქ უკვე აი ბრძოლა არის ბოლომდე რასაც ქვია კი ნამდვილად ასეა ნუ ჩვენ ასეა თუ ისე შეიძლება რაღაცა დამოკიდებულება არ იყოს მაქსიმალური თუ მაქსიმალისტური ფეხბურთელთა მხრიდან ინგლისის საფრანგეთის მატჩზე, მაგრამ ამას წინასწარ ჩვენ ვერ ვიტყვით და თამაში ნამდვილად შედგება. საფრანგეთი აქ დეშამი მიდის, ვიცით ხო, ბოლო მატჩი იქნება. და კარის გაჯახუნებას ორივე ესწრება თუხელიც და ისიც. დეშამის თაოსნობით საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა ვერცხლის медаლი მოიგო და ეხა ბრინჯაოს медаლი სამივე სინჯის медаლი ასე თქვა, სამივე ადგილი რომ მოიგოს წარმატება იქნება აქტივში იქნება ასეთ წარმატებული მსმელი საფრანგეთს არ ყოლია და ეს შედის ისტორიაში კი არის რასიზმს გზიდანი აწი და იგივე შეიძლება ითქვას ინგლისზე ხა ინგლისს არაფერი არ მოუგია ხო 60 წელია უკვე და ბრინჯაოს медаლი მესამე ადგილი უფრო სწორად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება შეიძლება ხო რაც შეეხება ფინალს აქაც პოლიტიკური ელფერი ბუნებრივია ესპანეთი ყოფილი კოლონიის წინააღმდეგ არგენტინი და იქნება მესი რომლის თამაშსაც არ ვიცი ხა ყველა არა ფეხბურთის არა მარტო ფეხბურთის მოყვარული ზოგადად საერთოდ რო არ აინტერესებს ფეხბურთი უკვე მესი შემოვიდა ცხოვრებაში ყოველდღიურობაში ისე როგორც მოვლენა ხო აი ამ კონკრეტული სფეროს თვალსაჩინო ერთ-ერთი მე მახსენდება 2018 წელს რუსეთის მუნდიალის დროს ერთ-ერთი ცნობილი ესე იგი FIFA-ს და ძალიან ბევრი ესეთი BBC-ს სპორტული საფეხბურთო მიმოხილველი იყო საიმონ ბრატერტონი რომელმაც ესეთი რაღაც თქვა გამოირჩევა ეს პიროვნება ძალიან ბევრი ესეთი წინასწარმეტყველები რამდენად მართლდება ეს სხვა თემაა მაგრამ ესეთი რაღაც თქვა რომ განსაკუთრებით ვიდეო თამაშების მოყვარულებს საფეხბურთო მატჩებს მისი სწორედ მისი ხმა ატევს ამ ბრატერტონის საფეხბურთო სიმულატორებიდან ემახსოვრებათ აი მან თქვა ესეთი რაღაც რომ ეს იყო მესის ბოლო მატჩიო სავარაუდოთო 35 წლის იქნება მომდევნო მუნდიალზე ანუ 2022 წელსო და გვახსოვს რომ მესიმ და საერთოდ კარიერა დაასრულა და თვითონ არგენტინაში ძალიან უარყოფითი ესეთი ობსესია მოუწყვეს რომ ნაკრებს იმედი ჰქონდა და აბსოლუტურად საკლუბო დონეზე კარგად თამაშობს და 2016 წელს წავიდა მესი ნაკრები და შემდეგ დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დააბრუნეს ხო არ და მაგ დროს მესის ესე იგი ეს როდი რა იყო 2016 წელს კოპა ამერიკის წაგებული ფინალის შემდეგ ხო და ფაქტობრივად არაფერი არ გულიც გაუტეხა მას სანაკრებო დონეზე და ესეც იყო მიზეზი რის გამოც ის წავიდა მაგრამ დაბრუნდა და აგერ დაბრუნდა აღმართა ერთხელ და ახლა მეორედ შეუძლია აღმართოს სოფლიო თასი და რა გამოდის იცი რომ მესი კარგი დრიბლიორია საოცარი დრიბლიორია შესანიშნავი გამორჩეული სასწაული ფანდებით კარგად ატყუებს მეტოქეს და გამოდის რომ ფეხბურთელების მოტყუებასთან ერთად ასაკსაც კარგად ატყუებს რა ამ ასაკში ისე კარგად მოძრაობს გასაგებია რომ იმ ტემპში ვერ დარბის მაგრამ თავისი მოედნის ხედვით სკანირებით და პოზიციის ზუსტი შერჩევით და ამ პოზიციიდან კიდევ უფრო ზუსტი პასების გაკეთებით და კარში დარტყმებით ნუ უნიკალური მოვლენა ადამიანი აი ახლა მესიმ გინდა მოიგოს გინდა ვერ მოიგოს უკვე ფინალში გასვლით მე მგონი ძალიან
დიდი ანგარიშით პასუხი გასცა კითხვას ვინ უფრო ძლიერია თანამედროვე ფეხბურთში. ფინალში რა მოხდება არავინ არის ეხა ეს არა აქვს მნიშვნელობა თქო მაგას ვამბობ რა ანუ რონალდუსა და მასთან დაკავშირებით რომ იყო მუდმივი დავა ვინ უფრო ძლიერია მე მგონი რაღაც ასპექტში განვიხილავდი სერიოზულად ამბავს ეს ხო და აი ფეხბურთი აი შოუ-სპიდს იცი ხო მომღერალია თუ მსახიობი ფერატკანიანი ჯეისონ უოტკინსი ძალიან ეპატაჟური ტიპაჟია და რონალდუს ძალიან დიდი კომაგია ნახე იქ მიმოხილვის დროს ისა ზლატანთან და იმასთან მივიდა ტიერი ანრისთან და ზლატანმა დასცინა და ამის გააგდო ანუ ძალიან თავგადაკლული კომაგია რონალდუსი და მან მიმართა იამალს რომ ეხლა გეხვეწები სათქმელი აღარ გვექნებაო რონალდუს კომაგებსო და როგორმე გადი და გააჩერეო რომ მესიმ არ მოიგოსო ასა ხო, ну, აი მესი წარმოიდგინე ესე რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ 31 წლის იყო მაშინ მესი და ესეთი ის გამოითქვა, ხო, აგერამ დიქტატორ კომენტატორმა. გასაგებია რომ ადამიანს აქვს უნარი რესურსები და აგრძელებს 2018 წელს მეორეს უთქვა გაეხსნა, ჯერ კოპა ამერიკა მოიგო, შემდეგ 35 წლის ასაკში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალში დუბლი შეუსრულა საფრანგეთს, შემდეგ იყო ფინალისიმა ხო საკონტინენტო შორისო ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო კოპა ამერიკა ანუ იმ FIFA-ს კომენტატორის წინასწარმეტყველებიდან ბჭყალებში რა თქმა უნდა 8 წელია გასული და მესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და აი ამ მატჩიდან ბოლო მატჩიდან ინგლისთან მატჩიდან გამომდინარე რა თქმა უნდა აღამაფრენით ხდება ის კი ბუნებრივია ესპანეთმაც ძალიან მაგარი მატჩი მოიგო და გასილებით უფრო ძლიერ მეტოქესთან მე ვთვლი რომ საფრანგეთი კვეთრად აღემატება ინგლისი აი ამ 4 ხელში სუსტესი იყო ნახევარფინალში გასულ ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა ნუ ნახავთ როგორ იქნება თამაში მაგრამ ლოგიკურად საფრანგეთმა უნდა მოიგოს და მესამე ადგილზე გავიდეს სხვათა შორის თუმცა რა მოხდება ხო ჩვენ მესიზე ვსაუბრობდით და იამალი ვახსენე და 20 წელი ხდება თურმე მას შემდეგ რაც ეს ფეხბურთელი თამაშობს და მე მგონი 20 წელი გავიდა რაც ის კადრი გაჩნდა როგორ ნათლავს ნუ ბჭყალებში ნათლავს იამალს მესი და არ ვიცი სხვა შორის გავრცელდა ინფორმაცია რომ იამალს რაღაც დაღლილობა გადაღლილობა აქვს შეიძლება მსუბუქი ტრამვა აქვს და ითამაშებს თუ არა ეხლა გამოტოვა ბოლო ვარჯიში ნაკრების ვარჯიში თუმცა ეს შეიძლება იყოს ხრიკები შეიძლება მაგარი ესპანეთის ნაკრებისა რა იქნება ამას ეხლა რა ტრამვა უნდა კონდეს ეხლა ისეთი რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამოტოვა ხო თან ბოლო თამაში და არაფერი შეგვიტყვია ხო მესის თვალწინ გაზრდილი ფეხბურთელი იამალი ბარსელონაში მესი რომ წამოვიდა ის იწებდა მაშინ ხო ბავშვთა სკოლა იმაში იყო აკადემიაში 19 ივლის 19 წლის იამალის წინააღმდეგ მოუწევს მესის და არგენტინის ნაკრებს იამალია გამორჩეული ლიდერი შეიძლება ითქვას სხვა დანარჩენი განსაკუთრებული კარგი ფეხბურთელები ბუნებრივი ორი აზრი არა ესპანეთის უძლიერეს ნაკრები ყავს მაგრამ აი ესეთი ვარსკვლავური გუნდი როგორი თქვა საფრანგეთია არ ყავს მაგრამ ერთიანობაში გუნდია ისეთი რომ ემას საფრანგეთი ისე გააჩერა რომ თქვენ გააქრო მოედნი ხო და აი ახლა ჩვენ ვიხილავთ ორ საინტერესო კონცეფციას ძალიან გუნდი რომელიც გუნდურობის ხარჯზე მიდის წინ და სუპერ შემსრულებლები ყავს არ ვიცი იგივე როდრიც ვარსკვლავი რატო არ არის იამალის მსგავსად და ну кай პედრიზე და სხვებზე არ ვისაუბრებ ვარსკვლავები როგორ არ არიან ეხლა ესპანეთის ჩემპიონატში მოთა ესპანეთის ჩემპიონატის მარტო კუბარს ეს პატარა ბიჭი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ფრანგების შერჩერებისა არ ვიცი მოკლედ და ერთი არის გუნდი რომელიც ჯერ გუნდია და შემდეგ იყენებს ინდივიდუალურ საშემსრულებლო ოსტატობას ფეხბურთელებისას და მეორე მხარეს ხავს გუნდი რომელიც მთლიანად აწყობილია ერთ ადამიანზე ერთი ადამიანის თამაშზე, ხო? ნუ აი მესის ახლა ნახე რა კითხვა იბადება და მსჯელობა რომ ესპანეთმა მოახერხა გუშინ ხო ნიკოლასთან ვსაუბრობდი ამაზე რომ ესპანეთმა მოახერხა და გააჩერა ისეთი ფეხბურთელები შეკრა როგორიც იყვნენ დემბელე საერთოდ ერთი დარტყმა განახორციელა თუ ორი მე მგონი მბაპემ
კაში დარტყმა ქონდა 3 საფრანგეთ ზოგადად. პასი, კარისკენ დარტყმა კი არა, ხეირიანი პასი არ გააკეთებინეს ოლისეს. ხებზე აღარაფერს ვაუბრობ. აი ახლა ეს 3 ადამიანი ისე შეაჩერეს, რომ საერთოდ განიარაღებული იყო საფრანგეთის ნაკრები და ახლა გამოწვევას თავდასხმისგან რელე პასებით ვერ მარაგდება. ახლა ნახევარდაცვა ესპანეთის ყოველთვის არის მთავარი ძალა. ნახევარდაცვის ხარჯზე გადიან ყოველთვის და ახლა რჩება შესაკავებელი ერთი კაცი მესი. ის თუ ჩაკეტეს როგორ წაუვათ არგენტინელებს თამაში ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მესი რო ვერ ჩაკეტილი იყავდა თანგერ ინგლისს ფაქტობრივად პირველი ტაიმი მესი ჭtildeში იყო მაგრამ ესპანელებს ჩაკეტებები უკეთესად გამოუვიდათ საფრანგეთთან და ამიტომ ინგლისის ეს კომპლექსია შეიძლება ითქვას. შეიძლება ახლა საერთოდ არაერთი მატჩი აქვს სოფლიო ჩემპიონატებზე წაგებული, როდესაც იგებდა ინგლისი. აი რავი ძალიან ბევრი თამაში შეიძლება ჩამოვთვალო, აი ძალიან ბევრი თქვათ, აი ადრეულ პერიოდში იგივე გერმანიასთან 1962-ში 2-0 შეგებდა და საბოლოოდ წააგო პლეი-ოფებზეა საუბარი. თქვათ იგივე შორს რა წავიდე თქვათ ეს კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაშინ მე ინგლისის გულშემატკივრობდი, ძალიან მომწონდა ის 98-ში ძალიან მომწონდა ჰოდლის პერიოდის ინგლისი, თუმცა არგენტინასთან მაგაზე ვისაუბრეთ ჩვენ, ხო, სიმეონე ბექემის საკინკლავება ძვირად დაუშვდა. აი 2002-ში ბრაზილიის უძლიერეს ნაკრებს უგებდა, გვახსოვს 1-0 რონალდინიოს საოცარი ჯარიმიდან გატანილი გოლი და ანუ აი როდესაც ინგლისი იგებდა პლეი-ოფებში უმრავლეს შემთხვევაში ხო, აი ვერ ახერხებს ხორვატიასთანაც აგერეხა ცოტა ხნის წინა მუნდიალებზე. ხო და ახლაც ეს ხო ანდრო შემადგენლობა ყოველთვის გადასარევი ყავს ხოლმე. კი, ყოველთვის ყავდა კარიერის შემადგენლობა და ტუხელი არ იყო წინა ერიქსონი იყო და იქ თქვა კიგანს. მოკლედ ეს შეიძლება რო ჩადგა დაცვაში მაშინვე წამომივიდა რო ისტორია მეორდებოდა ის და ვიფიქრე რომ შანსი თქვით საუბრობდით ახლა ფეხბურთს ვუყურებდით რომ ვერ შეინარჩუნებს მეთქი რა დაცვაში რო ჩადგა ესეთ ხორუ დაცვაში ინგლისი კახა იცი რა შეიძლება ამასობაში ახლა არგენტინაზე რო განვაგრძოთ საუბარი რომელმაც ნუ ინგლისს გასაგებია მოუგო შეიძლება დავინახოთ ისეთი მოულოდნელი ნაბიჯი შეიძლება მე არ ვიცი ზოგადად ხო იცი რაც უფრო გრძელვადიანად ხედავს მწვრთნელი მით უფრო ცდილობს რომ ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ ეტაპებზე შედარებით მცირედით გახსნას კარტები და საბოლოოდ ყველა შესაძლებლობა უკვე არა ექსპერიმენტულ, არამედ მაქსიმალურ დონეზე გამოიყენოს ფინალურ შეხვედრაში, ხო? შეიძლება არგენტინამ საერთოდ რომელმაც იცის რომ მესის ჩაკეტვაზე ითამაშებს ესპანეთის დიდი ნაწილი, ნახევარდაცვა და დაცვა, შეიძლება საერთოდ სხვანაირი თამაში შემოგთავაზოს, როდესაც მარტო მესიზე არ აწყობენ თამაშს და არ ვიცი ყველაფერი შეიძლება ფეხბურთელებზე გააკეთებენ შემტევებზე აქცენტს და ფლანგებს გააცოცხლებენ რომელსაც არ ვიცი იქ დიდი პოტენციალი არ აქვს მაგრამ ნუ ცენტრიდან შეტევები შეუძლიათ რომ მესის გარეშეც გააგრძელონ უბრალოდ რა შედეგებზე გავლენ ეგ სხვა თემაა ანუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ კარგი დუელი იქნება როგორც ინდივიდუალურ ფეხბურთელებს შორის როგორც გუნდებს შორის ნაკრებებს შორის ასევე მწვრთნელებს შორის აი მწვრთნელებს შორის დუელი გადაწყვეტებს ალბათ ამ მატჩი იმიტომ რომ ობიექტურად რო შევხედოთ ჩემი აზრით ობიექტურად რო შევხედოთ არგენტინას არ აქვს ისეთი მაღალი შანსები გამარჯვებისა როგორიც გააჩნია ესპანეთს აი საფრანგეთთან მატჩის მერე ესპანეთი გამოკვეთილი ფავორიტი გახდა და სხვა მხრივაც ახლა მწვრთნელების დუელი ახალგაზრდა სპეციალისტია სკალონი მსოფლიო ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი ანუ მსოფლიო ჩემპიონი ხდება ევროპის მოქმედ ჩემპიონს ხო ლოგიკური შეხვედრა ისე ჩემპიონების ხო რა თქმა უნდა ჩემპიონი მართლა ჩემპიონები კონტინენტური ჩემპიონები ესპანეთი აი ესეთი გარეთვალით რო ვნახოთ ნახევარფინალური მატჩები არის ყველაზე კარგი საზომი გიჩნდება ახლა აი რანაირად შეიძლება ესპანეთის ნაკრები გააჩერო თქვა მე არ ვიცი ახლა ერთადერთი ძალიან ბევრი ნიუანსი ფეხბურთია ხო შეიძლება თქვა სწრაფი გოლი გავიდეს და აი ამ სწრაფი გოლის ხო ახლა ეს ფინალია 90 წუთის მატჩია შეიძლება დამატებითიც იყოს მაგრამ პროგნოზი რთულია აი როგორ მოხდება თქვა იგივე სწრაფი გოლი პირად ისე ვახსენე პირობითად აი სწრაფი გოლის შემდეგ გადაწყობა ორივე გუნდის გატანილი გოლის ავტორის გუნდის და გაშვებული გოლის ბუნებრივია აბსოლუტურად სხვა ფეხბურთი შეიძლება წავიდეს ესეც მწვრთნელების მასეა დამოკიდებული
მომზადებაზე და მე კლასიფიკაციაზე. მით უმეტეს რომ ინგლისი კონტრშეტევებზე თამაშობდა უკვე მეორე ნაწილი თამაშისა და გოლის შემდეგ შედგა. სულ კონტრშეტევებზე იყო და ესპანეთი ასეთ კონტრშეტევებს ბევრად უფრო ეფექტიანად გამოიყენებს ვიდრე ინგლისი, ხო? ესპანეთი ესე ჩადგეს დასვაში მე ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ინგლისის ნაკრების არის ახლა ხოკი თქვათ იყო მთავარი მსმენელი სამ ტუხელის მითითება რომ ყველანი დაცვაში მაგრამ ის ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე იყვნენ ის მაღალი კლასის ფეხბურთელები აი რანაირად შეიძლებოდა რომ აი ესეთი მოგერიებებზე ჩააყენე ავტობუსები და იგივე ბელინგემი და იგივე არ ვიცი თქვათ შეტევის ხაზის ფეხბურთი ჯერ არ შეცვლები გააქვს საერთოდ წარმოდგენა დამეკარგა რომ ეტყვიან და ბოლო ინფორმაციით ფეხბურთის ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია სრულდობას უცხადებს ტუხელს და ამბობს რომ ევროპის ჩემპიონატისთვის 2028 წლისთვის სწორედ ტუხელი მომამზადებს დარჩება ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ სპეციალისტის მუშაობით და ხა თუ ინგლისმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოუგო საფრანგეთს ფლაც კმაყოფილები იქნებიან და ბედნიერები ასეთი შემადგენლობის და ეს ტიპზე უკვე ახლოს ფინალთან ჯერ მესამე ადგილისთვის ბრძოლა როდის მივა კიდე ერთმა უცხოს თავარი ფინალური მატჩი 19 რიცხვშია 11 საათზე თბილისის დროით ხო ანუ გვიანი არ არის ღამის სუპერგატეხვა არავის მოუწევს კი შესანიშნავი დროა და მაგრამ მესამე ადგილისთვის მატჩია ღამის პირველ საათზე აი იქ ალბათ არ იქნება იმდენი მაყურებელი ჩვენს რეალობაში და ჩვენი დროის ფორმატში მყოფი სხვა ქვეყნებისთვის ყოველ შემთხვევაში ფეხბურთი თავის ცხოვრებით ცხოვრობს და პიკს ახსებს ასე ვთქვათ მსოფლიო მუნდიალი და ჩვენი დიალოგის ბოლოს აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ასევე მატჩებს რომელიც რაგბის შემთხვევაში რაგბის ფორმატში გვაქვს და ესეც დაგვიანოსე შემდეგ უკვე დეტალებზე შენ დღის 20 განმავლობაში ჩემპიონატი სრულდება გამოშვებებში ისაუბრებ კი 17-18 დღეს და ხვალ გაიმართება ბოლო მატჩები დღეს 4 მატჩია მეხუთე მერვე ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები ითამაშებენ თბილისში ავჭალის არაგბო მოედანზე 18 საათზე არგენტინა ავსტრალიის შეხვედრა ეს არის მატჩი მე-7 ადგილისთვის და მეხუთე პოზიციებში შოტლანდია უელსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს უელსი ჩვენი მეტოქე იყო ჯგუფში როგორც გახსოვს და წავაგეთ ერთი ქულის ხოვობით ერთი მინიმალური სხვაობით იყო შანსი თავის პლაჩევეს უელსის მოგება აი დღემდე ესე ხინჯათ მაქვს რომ უელსთან რომ მოგვეგო გავდიოდით მეორე პოზიციაზე და აი სწორედ მეხუთე ადგილისთვის მეხუთე მერვე ადგილებისთვის თამაშებით ჩვენ და ქუთაისში აი არენაზე გაიმართება დღეს კიდევ ორი მატჩი იმავე 18 საათზე დაიწყება პირველი შეხვედრა ისევე როგორც თბილისური მატჩი ამერიკის შეერთებული შტატები ურუგვაი ეს არის მატჩი მე-15 მე-16 ადგილებისთვის და შემდეგ უკვე მე-13 პოზიციისთვის იაპონია ესპანეთის მატჩია. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩებს, ხვალ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს, ჩვენი ნაკრები როგორც ვიცით მე-19-12 ადგილებისთვის ნახევარფინალში ჩაება, წავაგეთ იტალიასთან პირველი ეს ნახევარფინალური მატჩი და ახლა ხვალ გვიწევს მე-11 ადგილებისთვის ფიჯისთან დაპირისპირება. ხვალ იტალია ირლანდიის მატჩია მე-9 ადგილისთვის და მთავარი მატჩები გაიმართება ასევე ხვალ საფრანგეთი სამხრეთ აფრიკა ფინალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება 20 საათსა და 30 წუთზე აფრიკა ზედზედ მეორე მოქმედი ჩემპიონია მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას აგრძელებს მანამდე კი ახალი ზელანდია ინგლისის მატჩი მე-3 ადგილისთვის მატჩი ძალიან საინტერესო მატჩები და გარდა ამ შეხვედრებისა ჩვენ გველის კიდევ ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება კვირას ითამაშებს საქართველოს ბოდიში ხვალ ითამაშებს 18-ში საქართველოს ნაკრები ჩილეს წინააღმდეგ 23 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა მსოფლიო რაგბის 1000-ის მე-3 ტურის მატჩია და რა თქმა უნდა ზაფხულის კამპანიის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანი ამბავია ეროვნულ ნაკრებს და იმედია სწორედ გამოცხადებულია 23 კაციანი შემადგენლობა ამაზეც ვისაუბრებ მე რა თქმა უნდა შემდეგ გამოშვებაში რაც შეეხება სხვა სანაკრებო დიდ ნაკრებთან დუელს პირველი ხვალ დღის 11 საათზე დაიწყება ახალი ზელანდია ირლანდია ტესტ მატჩების დღეა ხვალ ითამაშებს საფრანგეთიც რომელიც იაპონიას ეწევა
ავსტრალია იტალიის მატჩი, ავსტრალია ოკლენდში უმასპინძლებს და მოკლედ ძალიან ბევრი მატჩებია და რაც ყველაზე მთავარია ამ რაგბის ხვალინდელი მატჩებიდან გამოვყოფთ არგენტინა ინგლისის დაპირისპირება. არგენტინა ინგლისი რაგბში გაიმართება არგენტინის ნაკრები მასპინძელია და ვიცი მე გუშემატკივრობ ახლა არგენტინა რა თქმა უნდა ხა ინგლისი ფავორიტია, მაგრამ არგენტინაც არ არის ჯაბანი რო იტყვიან, ხოთ ხვალ არგენტინა ინგლისის მატჩი თბილისში დროით. თუ არა ისეთი როგორც ფეხბურთში შედეგი? ხო, გვიან 23 საათზე დაიწყო. კი ბატონო, მადლობა კახა სპორტის დეტალებზე დღის განმავლობაში სპორტულ გამოშვებებში კახა ისაუბრებს, მე დაგემშვიდობებით 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში აბსოლუტურად სხვა თემით სხვა სტუმართან ერთად. მადლობა დროებით.